ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. თემასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. საპასუხოდ ძლიერი საქართველო ლელო პარტიების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათი შეფასებით უმრავლესობის ამოცანა ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაა. ყველანაირი უფლება არის შეზღუდული და ქრესტობათული მაგალითი არის დიქტატურის დამყარების არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ალბათ სასწავლო კურსით შეიტანენ სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ მე მართლა არ მახსენდება ესეთი პრეცედენტი, როდესაც არა მხოლოდ ათეულობით, ასეულობით პოლიტიკოს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მათივე დათვლებით, როგორც ასეთი მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს, 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება. ანუ ხმის მიცემის უფლება, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე ვისაც აძლევდნენ იმ პარტიების ხმას, ის პარტიები უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარ იქნება არსებობის საშუალება, ხო? ამიტომაც რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს. ჩვენ არ ვაპირებთ დაველოდოთ შედეგებს, ჩვენ ყველა შედეგისთვის და ყველა სცენარისთვის ვართ მზად. მაგრამ ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ოცნების წინააღმდეგ და ყველას და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამიტომაც და ოცნებას რადგან კითხეთ ამ საკონსტიტუციო სარჩელზე, არ ვიცი ხლა თქვენ გახსოვთ რომ ამ სარჩელის მთავარი საფუძველი თავდაპირველად იყო ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პირების რაც აკრძალვა თუ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა და მე ოცნებას მოუწოდო პირველ რიგში საკუთარი რიგებით დაიწყოს. როგორც ამ პარლამენტში, ისე მთავრობაში, რომელიც სავსეა პორტირებული ნაცია. პირველად ტარდება ასეთი პროცესი საქართველოში, თქვენ იცით და ამ დასკვნას სასამართლოსაც უკვე ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რომ თავის საქმიანობა უნდა დააფუძნოს საქართველოს კონსტიტუციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დადგება იმ საფრთხის ქვეშ, რა საფრთხის ქვეშაც დადგნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არაკონსტიტუციურად მოქმედებენ. საბოლოო ჯამში ეს მიზანია, რომ მომავალში აღიკვეთოს ასეთი საქმიანობა და ამას გქონდეს პრევენციული ხასიათი. იშვიათად ნახავთ სოფლიოში ერთ ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამდენი მავნებლობა ჰქონდეს ჩადენილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობა. მისი დაფუძნების დღიდან დღემდე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში იყო თუ ოპოზიციაში, ერთნაირად ცდილობდნენ, რომ დაეზიანებინათ, დაემხოთ და გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მოვიდა დრო, რომ მათ პასუხი აგონ იმ დანაშაულების წინაშე, რომელიც საქართველოსა და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე აქვს ჩადენილი და მისი არგუმენტები ძალიან მყარია, მით უმეტეს ერთი კონკრეტული პარტიისთვის.